საჯარო ფინანსები, პირადი დღის წესრიგი და არაკეთილსინდისიერი NGO-ები. ამ სახელწოდების მოსმენა წარმომადგენელთა პალატის ქვეკომიტეტში გაიმართა. რესპუბლიკელი კანონმდებლები არასამთავრობო ორგანიზაციებს ასობით მილიარდი დოლარის გაფლანგვას ედავებიან. მემარცხენეებმა ამერიკელი ხალხის კუთვნილი მილიარდობით დოლარი გაფლანგეს NGO-ებზე, რათა მხარი დაეჭირათ დამანგრეველი პოლიტიკისთვის და გაივსოთ საკუთარი მეგობრებისა და მოკავშირეების ჯიბეები. გამოვააშკარავებთ მემარცხენე NGO-ების კორუფციულ კავშირს დემოკრატ მაღალჩინოსნებთან და Deep State-ის ბიუროკრატებთან. სამწუხაროდ ძალიან ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები მილიარდერებისა და პოლიტიკოსების სათამაშოებს წარმოადგენენ და არასაქველმოქმედო მისიას. ძალიან ბევრი NGO დიდ პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება მემარცხენეების პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად. ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ამერიკამ დიდი ოდენობით თანხა გამოყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოებისგან შემდგარ ქსელზე, რომელთაც მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 10 მილიონი არალეგალის ამერიკაში შემოყვანას შეუწყვეს ხელი. ამ საქმის ფარგლებში ისინი მუშაობდნენ ნარკოკარტელებთან და კონტრაბანდისტებთან.